ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული გელა უზილაურის საქმის განხილვა გრძელდება თბილისის საქალაქო სასამართლოში. დაკითხავენ ჯანგველაძის მძღოლ გია ჩადუნელს, რომლის მკვლელობის მცდელობაშიც ასევე არის უზილაური ბრალდებული. სხდომაზე სულ 12 მოწმის დაკითხვა იგეგმება. ამის პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე გამოძიება საერთოდ არ დაინტერესებულა დავით მიქაძის პოზიციით, რომელიც მკვლელობის ორგანიზებაშია ბრალდებული. ამის შესახებ მიქაძემ ფორმულას ეთერში გადაცემა დროებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ელაპარაკა. ის ბრალდებას სიცრუეს უწოდებს და მზაობას გამოხატავს გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის, თუმცა საქართველოში ჩამოსვლას არ აპირებს. ქეთი ნადიბაიძე შემოგვიერთდება ამ განხილვის დეტალებით, ის ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მუშაობს. დავიწყებ პირველ რიგში დღეს გამოსაკითხი მოწმეებით, როგორც მოისმინეთ, გია ჩადუნელი გამოიკითხება დღევანდელ სხდომაზე, ცოტა ხანში დაიწყება მისი გამოკითხვა. ის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმე პროკურატურისთვის, რადგან ის იყოფებოდა უშუალოდ შემთხვევის ადგილზე და მას აქვს ამ საქმეში დაზარალებული სტატუსიც, რადგან მას მოხვდა ტყვია, ერთი ტყვია ფეხში და ის დაიჭრა ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც მოკლეს ლევან ჯანგველაძე. ის არის დაცვის წევრი და მძღოლი ლევან ჯანგველაძის და თან ახლდა მან მიიყვანა იმ პანაშვიდზე, საიდან გამოსულსაც უკვე ლევან ჯანგველაძეს ესროლეს და ადგილზე მოკლეს. გია ჩადუნელი ცოტა ხანში მოვა თბილისის საქალაქო სასამართლოში და მისცემს ჩვენებას, სანამ ეს მოხდება, გეტყვით, რომ მას გამოძიების ეტაპზე რამდენჯერმე აქვს ჩვენება მიცემული და ეს არის ერთ-ერთი მოწმე, რომელიც ახსენებს ჩვენებაში ოთარ ფარცხალაძის სახელს და გვარს. გია ჩადუნელი ადასტურებს, რომ მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე ლევან ჯანგველაძეს ჰქონდა შეხვედრები ოთარ ფარცხალაძესთან თბილისში სხვადასხვა მისამართებზე და ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა შედგა ფინანსურ პოლიციაშიც, როგორც გითხარით, გია ჩადუნელი არის მისი მძღოლიც, მისი დაცვის წევრიც და მან მიიყვანა სწორედ აი ასეთ შეხვედრაზე ლევან ჯანგველაძე ოთარ ფარცხალაძესთან. რას მოყვება დღეს საინტერესოა, გახდება თუ არა ცნობილი კიდევ დამატებითი დეტალები, ის რაც მაგალითად გამოძიების ეტაპზე ცნობილი არ ყოფილა, ამას შევიტყობთ ცოტა ხანში. ასევე საინტერესოა, რას იტყვის ის ამ საქმეზე ბრალდებულ სხვა პირებთან მიმართებაში, მაგალითად ძმებ მიქაძეებთან მიმართებაში, რომლებიც ამბობენ, რომ ამ საქმეში და საქმის მასალების მიხედვით საერთოდ არ იკვეთება მათი ბრალეულობა. ეს დაადასტურა, ეს განაცხადა გუშინ ერთ-ერთმა ბრალდებულმა დავით მიქაძემ, რომელიც საქართველოში არ იმყოფება, ის ძებნილია და ბრალი დაუსწრებლად აქვს წაყენებული. მან გადაცემა დროებას განუცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს, რომ საქმით არ დასტურდება მისი მონაწილეობა ამ საქმესთან მიმართებაში და რომ პროკურატურა არ დაინტერესებულა მისი პოზიციით ამ საქმესთან მიმართებაში, ამიტომ ის ჯერჯერობით საქართველოში ჩამოსვლას არ აპირებს და მისი ადვოკატების მეშვეობით არის ჩართული ამ პროცესში. კატეგორიულად უარყოფს და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს ბრალი აგებულია ცელის სამეფოზე და მტკიცებით ფორმაში ტირაჟირდება, რომ ჩემი ძმა სასტუმროში იყო, რაზე დაყრდნობითაც ვითომ მტკიცებულებად ასახებენ ამას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, საერთოდ არ ყოფილა იმ სასტუმროში. ჩამოსვლას ამ ვითარებაში არ ვაპირებ. მაგრამ დამალვიცეს არსად არ ვიმალები ამის დამამტკიცებულად ინტერვიუს გაწყვეტს და მზადვარ გამოძიებასთან ნებისმიერ საქმის თემაზე ვითამაშრობ. აქამდე იყო კომუნიკაციის მცდელობა თქვენთან გამოძიებისგან? არანაირი კომუნიკაციის მცდელობა ყოფილა. დავით მიქაძის ამ განცხადებასთან დაკავშირებით ცხადია, შეკითხვები არსებობს პროკურატურასთან მიმართებაში. საქმის პროკურორი იმყოფება, ცხადია, დღევანდელ სხდომაზე შევეცდებით მისგან მოვისმინოთ პასუხები, მათ შორის ბრალდებულ დავით მიქაძის იმ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურა არც კი დაინტერესებულა მისი პოზიციით და არ უცდია მასთან დაკავშირება. მიქაძე არ ასახელებს, ცხადია, მის ძებნილია და არ ასახელებს მის ადგილსამყოფელს და ბუნებრივია ფორმულასთვის ეს არ გაუმხელია, თუმცა როგორც მოისმინეთ, ის თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს, ისევე როგორც ამ საქმის სხვა ბრალდებულები. ახლა ამ წუთებში გელა უზილაურის საქმის განხილვა მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელსაც პროკურატურა ედავება უშუალოდ დაკვეთილი მკვლელობის შესრულებას, ანუ მკვლელობას და დღეს 10-ზე მეტი მოწმის გამოკითხვა აქვს პროკურატურას გადაწყვეტილი, მათ შორის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა დაზარალებული გია ჩადუნელი, რომელიც ლევან ჯანგველაძის მძღოლი და დაცვა იყო და ისახლდა თან შემთხვევის დროს.